ცოტა თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდა ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიდაგრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ცნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში ფეხები და სინდის ნამუსი გაიწმინდეთ და ისე შემოდით. მბრძანებელო, მოვიდნენ წარსული და მომავალი. გამოვცხადეთ ორივე ბავშვ შემობრიგაზანიო. რას გვიბრძანებ ჩვენო ბედნიერო მომავალო და ცისარტყელა. აი ცისარტყელა მომეწონა. ყოჩახ კახი. პარა იბიძია. ვითამხუ ერთფეროვანი და მოსაწყენი, მაგრამ მაინც ცისარტყელა ხარ. ჩამოჯექით ახლა ორივე. ისეთი ამბავი უნდა გითხრათ ჩვენმა მბრძანებელმა რომ შეიძლება დაეცეთ. რა ხდება ასეთი კაცო? დილიდან მარცხენა თვალი მეთამაშებს და კარგად მაქვს დაცილი. დაცემას ჯობია წინასწარ დავწვე. მოკლედ, ქერისუბნის მერის არჩევნები ახლოვდება შემოდათიკონა. და გადავწყვიტე კალათით შეგცვალო. ვა, ასეთი კარგი მერი ხავარ და რა საჭიროა ახალი სამტრედიელი ველოსიპედის გამოგონება? კიდევ კარგი წინასწარ რომ დავწექი. ვა, როგორ გამახარიათ ბატონი ბიძი. ვა! როგორი ბრძნული რშენი ემიგიგიათ რამე შვენება აწიმებედნიერს. ვა, ჩქიმცოდა. რა ვახვანცალო ბიჭო თოხნაში მოყოლილი ჭიასავით. აღარ გეყო რაც იმუშავე და დეიღალე. საგინაწე იყო ამდენი დაღლაი. ხო ხედავ აღარ გეტევა სეიფში. ახლა ამ ბიჭსაც აცადე ცოტა მოითმოს დაქცეულ ენერგეტიკაში გაყინული ხელები. მოკლედ, გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და იცოდეთ, როგორც ყოველთვის, მე არ ვერევი არჩევნებში. თავარია ქვეყანაში დემოკრატიამ ვიზეიმო. რამდენი დამჩაბრია მოიმითხარით? 4 თვე დაგრჩა ნარმან 4. კი ბატონი, მზად ვარ დაგემორჩილოთ. 4 თვეში კიდო ბევრს მოასწრებს ნარმანიას ბიჭი. ჯეჯე, ერთი შაურმა გამეკეთე რა. 20 წა გადახახვე არბი და მარტო ლავაში გახვეული ხორცი რა. და მე გამიკეთე, რემი ასები შაურმა. ასობი თუ გინდა სოსო, მაშინ სამინისტრე შაურმას გაგიკეთებ. სამინისტრე შაურმა ქიხარ მაგერ კასტუმში გახვეული ხორცი. თითურა ენა გვაქვს მაინც ამ გურულ ჯირაფებს. კოსტუმში გახვეული თუ არ შემოაფრასიონ, მაშინ შაურმა კი არა კოსტურმა ყოფილვარ. აბას რა ჭირსო? ვავაჩქიმცოდა, ვავაჩქიმიჭიჭა და კარგული თანამდებობა. ჩქიმი ტკბილი ცხოვრება. მოდი ნარმან ჩვენთან, შაურმაზე დაგპატიჟებ. მადლობა ბატონი სოსი. ახალი ნაჭამი ვარ. ეს უთია ცეცხლიდან არქი მაჭაბა ბატონო ბიზინიმ. ვა, დაგახვევი რა? კი ბატონი, კალაძე იქნება მომავალი მერი. კი მარა კიდო მინდა მერობაო შენ არ ჩიოდი? მეც კიდო მეგონა რომ მინდოდა, მაგრამ თურმე არ დამებია. აბა რაიო ვიზინა შენასწავლი ვის რა გვინდა? ჯეჯე, 20 წიწაკა ჩამიდე შაურმაში. როგორც ჩემი ნარმანია გამწერებული, მეც ისე უნდა გავუმწერდე. ბატონო, 20 კი არა, 30 წიწაკა ჩაგიდე ბონუსად. ეს რარი? რა საპირებ ახლა ნარმან? რას ვაპირებ და თოსად მიადგეს ნახავ, კორპუსებით გავჭედა ვიქაურობას. სანამ დრო მაქვს მოსწრებაზე ვარ. წესით შენ ახლა მოსწრებაზე კი არა, გასწრებაზე უნდა იყო, მაგრამ სადაა ჭკუა? ხახ, რა მიყვარს და როგორ მიყვარს შენება? ფაქტიურად დავით აღმა და კრუგომ ბეგომ შენებას მიშოვეს სამსახურიდან. რა ხდება აქანა მე ვიყო? ზორო? ეს ზორო იყო ხალხო? ზორო, გვერდშოლა მე მგონი. რა იყო ეს კაცო? ვინ იყო ეს შავი მასკიანი კაცი, ა? ზორო, გვერდშოლა მე მგონი. ეს ზორო იყო ხალხო, ზორო.
ხდება ეს ამ უბანში? ჩვენ გურივით მქონდა საქმე აწყობილი და ზორო მინდა ახლა მე. ნეტა ვინ უნდა იყოს ეგ ბოროტმოქმედი ხალხის დახმარებას რომ ბედავს დღისით, მზისით. ჩემო მბრძანებელო, რაღაც მინდა გითხრათ ყურში. მე მგონი ნარმანია უნდა იყოს ეს ვითომ ზორო. მაგას არ უნდა მერობის დაკარგვა და ხალხს გვიბუნდებს. ნარმანია რა შოშე კაცო. ზუსტერს კაცი. ხო და ზუ, ანუ ზუგდიდი. ნიღაბსაც იმით უატარებს კაც, სახის დასაფარად მაგას რო აქ ახლა საქმე ისე უნდა. რასა თქვენ ნახალკებს რომ დელით ბატონი რეზიკი და ლემური. ეს ბატონი ზორი მე კიდო დამესხათავს და მახინჯი ხეების მოჭრა არ მაცალა. კორპუსები რომ ამეშენებინა მე ვიყო. ჩემი უსმატრენიებით თქვენი ზახარიჩი უნდა იყოს და იმიტომაც წერს ზს. შევიო, გეიგონე რა თქვა? არა, სიკეთე იცოცხლე თქვა, ბევრი მაგაკეთებული მარა. ჩლიქებით რო ზუს ვერ დავწერდი, მაგ ხელა ტვინიკი უნდა დააყოლო ამ ხელა მერმა კაცმა. მოკლედ ვინც არ უნდა იყოს, ზოროა თუ ზახრუბა, საასრაბოდ უნდა იყო და ეს სისულელი სიკეთები კანონის ზალი დაუკრძალოთ. შენ კიდე კახი, ისეთი რაღაც უნდა მოიფიქრო რომ ხალხს ზორო დაავიწყდეს და შენ შეგიყვარო. მუსიკა ისმის, კონცერტი ტარდება. რა კონცერტი, სოსო, მერობის ახალი კანდიდატის კალათის პრეზენტაციაა და ხო და რა გინდა სწორი უთქმია სოსოიას, კონცერტია ვარ, აია. რას ჭღანაოთ ბიჭო თქვენი აქანა? თქვენი ფავორიტი კანდიდატის კალანძის გამოსვლას არ უნდა დაესწროთ. რა ჩემი ფავორიტია კალათზე საიდან მოიტანეთო? ახლა ინძახი მაგას თუ არა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კაი ათლანიას რო ჩაგიკუჭნიენ ჯიბეში, თუ არ მიცემ ხმას მაგასაც დევინახა. ვაფშე არ პევდი ვარ არჩევნებზე ჩემი დედას მიგწავ. ხო და მით უმეტეს, კალანძეს აძლევ ესე იგი ხმას კაც. წამოით ახლა ბედნიერი ღიმილიანი და აყვავებული სახეები დაანახვეთ ბიჭ თუ არა გახდება მერი და მერე დაგანახვებთ აყვავებულ ქალაქს კაც. წამო თორემ შარი არ აღკვიდო ჩემი დედას მეწავარ. მეგობარებო და საყვარელო ქერისუბანელებო. ნება მივოძეთ წარმოგიდგინოთ ახალი მერობის კანდიდატი. საუკეთესი პიროვნება, კეთილი, ენერგიული, პატიოსანი და ერთი სიტყვით ჯგირი კოჩი პატენი კახი კალაძე. ბატონებო, მე გვპირდებით რომ შევებრძოლები კორუფციას და ნეპოტიზმს მერიაში. შევებრძოლები ელიტურ კრიმინალს. მართალს ამბავს მე ვიყო? და გვპირდებით რომ ვიქნები უკეთესი მერი ვიდრე წინა მერი იყო. აუ საღოლ ჯერიზმა. წინა მერზე უკეთესი ბიჭო შენ კი არა მე კიდო ვიქნები მე ვიყო. ჯემეგა. და ბოლოს, მინდა ერთი საიდუმლოც გაგანდოთ. ქერისუბნის ქუჩებში გამოჩნდა უცნობი კეთილი რაინდი ზორო, რომელიც ხალხს ეხმარება. ახლა გამოგიწყდებით რომ ის ზორო მე ვარ. ყუილია, ეს არის ხალხის მორიგი მოტყუება და მე ამით ვარ ძალიან გაბრაზებული. ზორო, გვეშველა, მე მგონი ეს ზორო იყო ხალხო, ზორო. დიახ, მე ვარ გაბრაზებული ქერისუბნელების მერობის კანდიდატი. აი ეს იყო ის ჯულიკი, ტრაქტორით რომ ათრი ასტრახანის შემალივით. ეი შენ, ზორო ხარ თუ ბაშია ჩუკი. რა სიმალები ან მოიხსენი ეგ ნიღაბიან გადაშენდი აქედან. ოხ ეს ვინ ყოფილა? რა მერობის კანდიდატი, რა შენი საქმეა პოლიტიკა? წადი და გადაცემა წაიყვანე. აუ რა მაგრა ეშუტკავა? ფაქტიურად მოუგოუგი არჩევნები. პრინციპში ხო, პოლიტიკა მთლად შენი საქმე. აუ, ჩემი დედას მიცავარ. ერთი ხელის მოსმით ადამიანი ფეხბურთში დააბრუნა და ზორო, გვეშველა, მე მგონი. ახალგაზრდა! კარგი ენერგიული მოადგილე არ გჭირდება?